ახლა გაჩვენებთ რა სიტუაცია არის სადგურის მოედანზე, სადაც გუშინ ბოლო სართულიდან ჩამოინგრა კედელი და ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი დაშავდა. აქ დილიდან არის პოლიცია, აღმართულია ბარიკადები, მოქალაქეების ნაწილს გადაადგილება შეზღუდული აქვს და მხოლოდ ნაწილი ახერხებს შესვლას გვერდით ობიექტებზე, სხვადასხვა სავაჭრო მაღაზიაში. დღეს მერიის წარმომადგენლებს არავის კომენტარი მედიასთან ოფიციალური არ გაუკეთებია, თუმცა გუშინ გაკეთდა განცხადებები, რომელიც იყო ურთიერთგამომრიცხავი. გააკეთა განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ, მისმა მოადგილემ და ასევე საკრებულოს წევრმა. თბილისის მერმა პასუხისმგებლობა მთლიანად გადაიტანა მოქალაქეებზე, თქვა, რომ არის კონკრეტული ოჯახები, რომლებიც უარს ამბობენ გასახლებაზე, რომ ეს შენობა ავარიულია, საქმის კურსში არიან ადგილობრივები, არის მეხუთე კატეგორიის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შენობა ექვემდებარება დემონტაჟს და არ საჭიროებს რეაბილიტაციას ვეღარ დაექვემდებარებოდა. მისგან განსხვავებული განცხადება გააკეთა როგორც საკრებულოს წევრმა, ისევე მისმა მოადგილემ და ამბობენ, რომ ავარიულობის თვალსაზრისით ეს შენობა მესამე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც სპეციალურ უსაფრთხოების ზომებს არ საჭიროებდა. ამ ურთიერთგამომრიცხავი განცხადების შემდეგ ექსპერტები და ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ რეალურად მთლიანად პასუხისმგებლობის წილი ამ განცხადებებით თბილისის მერიამ მოიხსნა და მოსახლეობაზე ადგილობრივებზე გადაიტანა, თუმცა აქ შეახსენებენ კახა კალაძეს, რომ ჯერ კიდევ 2023 წელს მერიამ და საკრებულო მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც თუ მეპატრონე თავად არ უზრუნველყოფს ავარიული შენობის დემონტაჟს ან არ დაექვემდებარება მერიის განკარგულებას და მითიდებას, მაშინ შესაძლებლობა აქვს მერიას, რომ ის დააჯარიმოს 5,000 ლარი და სულაც აღარ არის საჭირო სრულად მოსახლეობის იმისთვის, რომ ან დემონტაჟი მოხდეს, ან განსახლება. შესაბამისად თვლიან, რომ მაშინ როდესაც ახლა კახა კალაძე ცდილობს პასუხისმგებლობის სრულად მოხსნას, ის მთლიანად პასუხისმგებლობას აკისრებს მოსახლეობას, არა და თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ შეცვალა კანონი სწორედ იმიტომ, რომ თუნდაც არ ყოფილიყო მოსახლეობის სრული თანხმობა, მერიას ემოქმედა მოსახლეობის უმრავლესობის დათანხმების შესაბამისად და ისე მიიღო განსახლების გადაწყვეტილება, რომ ერთ ან ორ ოჯახს მისთვის პრობლემა არ შეექმნა. მართლაც სისხლიანი ტრაგედიების ქალაქად აქციეს თბილისი და ყველა ჯერზე ვისმენთ აბსოლუტურად უტიფარ ნამუსგარეცხილ განცხადებებს, რომ თითქოს არავინ არის დამნაშავე თავად სხერბლის გარდა და მორიგ ჯერზე კალაძე გვიმტკიცებს, რომ თურმე მობინადრეებს არ სურდათ სხვა ადამიანებისთვის სიცოცხლის გადარჩენა, სხვა ადამიანების ჯანმრთელობის გადარჩენა და თითქოს ქალაქის მერიას არ შეეძლო რაიმე გაეკეთებინა, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობით დიახაც მუნიციპალური ორგანო ვალდებულია მსგავსი ობიექტების იდენტიფიცირება მოახდინოს, მოთხოვოს მობინადრეებს ავარიულობის აღმოფხვრა, ნაგებობის დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია, თუკი მათ საშუალება არ აქვთ განახორციელონ ეს ბიუჯეტის სახსრებით და თუკი ასეთი მობინადრე არსებობს, რომ ვინმე თავგადაკლული ეწინააღმდეგება ასეთი ტიპის სამუშაოებს, რომელსაც მერია თავისი ბიუჯეტით ჩაატარებდა, პირიქით ჯარიმაც კი არის დაწესებული ასეთი ადამიანების წინააღმდეგ. კალაძის განცხადება ეს პირდაპირ აღიარება იყო მისი სისტემის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ გულგრილობაზე სულ მინიმუმ, რაც ასეთი უმძიმესი ადამიანური ტრაგედიით დამთავრდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც სამშენებლო საქმიანობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას უკავშირდება, სრული აბსურდია. აქ მოხდა ტრაგედია ზუსტად იმიტომ, რომ არანაირი სამშენებლო სამუშაო, ანუ არანაირი რეკონსტრუქცია, გამაგრება არ მიმდინარეობდა ამ წავედავარიული შენობის. მაშინ რომელიც სამშენებლო საქმიანობისას დაირღვა უსაფრთხოების წესები, ხო? ეს არის აბსურდი, სინამდვილეში საქმე მიმდინარეობდეს სამოხელეო დანაშაულზე და ახლა უნდა ვიძიებდეთ პერსონალურად ვინ არის სისხლის სამართლებრივი წესით პასუხისმგებელი კალაძე, თუ მისი ხელქვეითები, თუ ყველა ერთად, რაც აუცილებლად იქნება, რა თქმა უნდა, გამოძიებული, როდესაც რეჟიმი შეიცვლება. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მოსმენის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებენ გამგეობასაც და მერიასაც გაასაჯაროონ ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც შეაფასა შენობის ავარიულობის ხარისხი. გარდა ამისა, ისინი მერიას მოუწოდებენ, რომ გაასაჯაროონ ოქმები, შეთავაზებები, ის წინადადებები, რაც მათ ჰქონდათ მოსახლეობასთან და ამით საჯარო გახდება, რას თავაზობდნენ ადგილობრივებს და რატომ შეიძლება ყოფილიყო რომელიმე მოსახლე უკმაყოფილო შეთავაზებული წინადადება
კავშირებით. გარდა ამისა, თვლიან, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლით, ეს არასწორი კვალიფიკაციაა, რადგან ის ფაქტები, რაც მოხდა, უფრო მეტად სამსახურეობრივ გულგრილობაზე მიუთითებს და თვლიან, რომ პირველი, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გამოკითხოს, ეს უნდა იყოს კახი კალაძე. ერთი იმასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაში რა ეწერა, საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია, რომ ავარიულობის ხარისხი იყო მეხუთე, რაც ნიშნავს, რომ შენობა დემონტაჟს ექვემდებარებოდა და გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რას თავაზობდნენ ისინი მოსახლეობას. ჩამონგრევასთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ თბილისის მერიას და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს. გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული შენობა არის მეხუთე კატეგორიის შენობა ექვემდებარება სასტრაფო დემონტაჟს. ეს ვალდებულება არის ექსპერტიზის დასკვნა, თუ არსებობს რო არის მეხუთე კატეგორიის, ექვემდებარება სასტრაფო დემონტაჟს. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საფრთხე ჩამონგრევის და შესაბამისად არ გამოიწვიოს ლეტალური შედეგები. ამიტომ კალაძე ვალდებული იყო, ხალხი გამოეყვანა ამ შენობიდან. ხოლო ის, რაც კალაძემ პირდაპირ თქვათ მობოდა, არის ყველაფერი ტყუილი. ამ ადამიანებს არ შესთავაზეს ის პირობები, რა პირობებშიც დააკმაყოფილებდა და ამას ემატება ის, რომ არანაირად არ ჭირდება რაღაც 100%-ის თანხმობა და რაღაცა სისულელეები ლაპარაკა პირდაპირ მნიშვნელობით, არ შეიძლება ადამიანი აცხოვრო მეხუთე კატეგორიის ავარიულ სახლში. ის უნდა გამოიყვანოს, როგორ რანაირად ეს მერიის პასუხისმგებლობა უნდა შესთავაზოს დიდუბის რაიონის გამგეობამ, საჯარო გახადოს ექსპერტიზის დასკვნა და ყველა ის ოქმი, რომელიც კალაძემ ახსენა, რომ არის დაოქმებული და ოქმში ამოვიკითხოთ, რა პირობებს თავაზობდნენ ამ ადამიანებს და რა საფრთხეების როგორ აუხსნეს, რა საფრთხეს წინაშე იყვნენ ეს ხალხი. გამოაქვეყნონ ოქმები, გამოაქვეყნონ ექსპერტიზის დასკვნა. შინაგან საქმეთა მინისტრის გელას განცხადება, როდესაც თქვა, რომ ამ გამოძიება დავიწყეო, პირველი ვინც უნდა დაკითხოს, ახლა მის გვერდზე მდგომი კალაძე იყო. კადრში ჩანს კალაძე მის გვერდზე და პირველი ვინც უნდა დაკითხოს გელამ არის კახა. შესაბამისად, სანამ გელა კახას არ დაკითხავს, გამორიცხულია, რომ ვინმე რამე დაიჯეროს მაგ საქმის გამოძიების. იმიტომ რომ პირველი ფიგურანტი გამოძიების არის კახა. ასე რომ გელამ უნდა დაკითხოს კახა. აქ დღეს დილიდან მოდიან მოქალაქეები, ისინი ვინც არიან ან კერძო ფართის მფლობელები, ან თვითონ ბინები, ვისაც აქვს და ადგილზე ვინც ცხოვრობენ, საკუთარი ნივთები გააქვს ნაწილს და მთავარი კითხვა ახლა რაც მათ დარჩათ და აქვთ, როგორ გაგრძელდება შემდეგ მდგომარეობა, გაიყვანენ და სრულად გასახლდება კორპუსი, სად გააგრძელებენ ისინი ცხოვრებას, რა იქნება ქირა, რასაც გადაუხდის მერია და მთავარი კითხვები არის სწორედ ეს, თუმცა როგორც ამბობენ გუშინ მერიისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს, გარდა იმისა, რომ უთხრეს, რომ უახლოეს პერიოდში მათთან კვლავ მოლაპარაკებები განახლდება. ამით ვარ გადარჩენილი, წამნახევრი თუ არ გადარჩენილი. მაგრამ შოკირებული გამოვადი იქიდან. ვითხოვე უფროსი ვინ არის და დამცინავად პასუხობს მე. ბავშვთა სამყაროს ხანძარის გადავიტანე. ვინ აკეთებს უფროსი დამალაპარაკეთ. თეთრი არ მიდევს ჯიბეში, ყველაფერი იქ მაქვს. ობიექტ მკითხულობ ვინ არის უფროსი. მიმყევით ობიექტამდე, აი გმუშაობ. აქ ძირითადად გავლენები მოყოლე შვილი, ძირითადად, იმიტომ რომ ისეთი პერიოდი იყო, მზე გადავიდა ზოგს ქოლგაფონდა შესატანის ზოგს რა და ხალხი მაგით იყო დაკავებული, ზოგი კარებში აღმოჩნდა, მაღაზიებზე ისინი გადარჩნენ, მაგრამ გამველები, რომლებიც ბარდიურზე მოძრაობდნენ, ძირითადად ისინი არიან. იმიტომ რომ რო გავიხედე, ხალხი იყო ბარდიურზე და მე უკვე აღარ მახსოვს არაფერი, იმიტომ რომ საერთოდ ჩაიკეტა წინ ყველაფერი. რენტა იქნებოდა თუ რაღაცა იქნებოდა, საშუალება უნდა ყოფილიყოს, მაგრამ არაფერი არ იყო და წამში მოხდა ყველაფერი. ზუსტად ის მონაკვეთია, სადაც ჩამოსულია. მან თიჯდა ჩემი ორი დეიდაშვილი და მაგათი დედა. უნდა გადადგეს თბილისის მერი და მინისტრთა კაბინეტი. თვითონ რომ დომებოდათ, გამოყრიდნენ ხალხს ქუჩაში. თავიანთ საქმე რო ყოფილიყო. ამით თავი იმართლოს კალაძემ, ეს არ არის რეალობა. საწყინარია რომ ახალგაზრდა ესე რო იღუპება და რაღაცა რა გითხრა. ჩემი რაიონიდან იყო და წავიკითხე ჩემი სოფელი რაიონიდან გული დამწყდა. ახალგაზრდა ბიჭი, რა გითხრა. რაღაცა უნდა რომ გადარჩეს ხალხი უნდა ვიმოქმედოს. აი ესეთ სიტუაციაში ვარ მე გოგოლის ქუჩაზე ვცხოვრობ მე და აი ესეთ სიტუაციაა ზუსტად. დღე-დღეზე მთელი ღამე არ მიძინია, ალბათ მე შემემთხოვა ალბათ ესეთი სიტუაცია. შინელებაა, რა უნდა თქვა ამაზე.
იცი შეიძლება ადამიანები კიდე არიან იქ დარჩენილი ბეტონის ქვეშ არ ვიცი მოგცეს უფლება რომ შესულიყავით ამ ეტაპზე სახლში და გამოგიყენეთ რა გითხრეს როგორ გაგრძელდება პროცესები არ ვიცი. სასტუმროში ვერი. იყავით თქვენს ეხლა დღეს მივდივარ სასტუმროში. კი ბატონო და შემდეგ რა თქვეს დემონტაჟი იქნება მე დავჯდებით და განვიხილავთო, მოვიფიქრებთო ყველაფერსო ერთად. სამძებრო სამუშაოები დასრულებულია თორე თქვენ შეგიძლიათ გავხსნათ პასუხი მოსახლეობა სრულად გამოყვანილია აქ მოდიან გვერდით ქუჩებზე მცხოვრებლებით, რომლებიც გვიყვებიან, რომ სიტუაცია მანთაც საკმაოდ მძიმეა მათთანაც და აპირებენ, რომ დღეს და მომდევნო დღეებში მერიას და გამგეობას განცხადებით კიდევ ერთხელ მიმართონ, რომ მსგავსი ტრაგედია მათ უბანშიც არ დატრიალდეს.